გამარჯობა. დღეს 13 თებერვალია, პარასკევი და თუ რას ნიშნავს 13 თებერვალი და პარასკევი, ამისათვის გადადით ჩემს ვიდეოზე, რომელიც მე გადავიღე ტამპლიერების ორდენის შესახებ და იქ გაიგებთ ძალიან საინტერესო ისტორიებს. ჰამბურგში ისევ თავს, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენ უკვე თითქმის მივეჩვიეთ, რომ კლიმატი რაღაც საოცრებებს გვიმზადებს წელს. ასეთი ზამთარი მე კვლავ ვიმეორებ, ჩვენ არ ქონია. მაგრამ 3 დღის წინ მე ამიდის პროგნოზებს ვათვალიერებდი და უცებ ამომიხდა ლიუბეკი, ქალაქი, რომელიც დაახლოებით 60 კილომეტრის დაშორებით არის ჰამბურგიდან და იქ მაჩვენა მზე. დღის მეორე ნახევარი მზე და მართალი გითხრათ, ამ ამბავმა ძალიან აღმაგზნო იმ მხრივ, რომ მზე არ მინახავ ძალიან დიდი ხანია და მე როგორც სამხრეთელ ადამიანს მომინდა მზის ნახვა და რა თქმა უნდა იმ ულამაზესი და უძველესი გერმანული ქალაქის ნახვა, როგორც არის ლიუბეკი. ავიღე ბილეთები მატარებელზე, 40 წუთია სულ სასიარულო და გავემგზავრე ლიუბეკისკენ. დღევანდელი ვიდეო არ იქნება ლიუბეკის შესახებ, არც კლიმატის შესახებ, ძალიან საინტერესო თემა გვექნება დღეს ჩვენს ვიდეოში და იგი უბრალოდ დაკავშირებული არის ლიუბეკთან და იმ მოგზაურობასთან, რომელიც მე გუშინ წინის წინ ჩავატარე ამ ქალაქში. და ძალიან დიდი მადლობა მინდა მე გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ახლახან გამოიწერა ჩემი არხი. და გთხოვთ მხოლოდ ახალ ვიდეოებს ნახულობთ, მეგობრებო, ეს ძველ გამომწერებსაც ეხებათ. ჩემი თითქმის ყველა ვიდეო თავს არ ვიქებ, მაგრამ საინტერესოა. გავაგრძელოთ ჩვენი თემა. ლიუბეკში წავედი და მართლა ძალიან მისიამოვნე. ეს იყო რამდენიმე საათი, რომელიც მე გავატარე შუა საუკუნეების სახლების, ეკლესიების გარემოცვაში, რომლებიც ძალიან ბევრს გვიყვებიან თავიანთ თავზე. ამ ქალაქის შესახებ მე აუცილებლად გავაკეთებ ვიდეოს, მით უმეტეს ძალიან ბევრი მასალა ავიღე და არა მხოლოდ ამ ქალაქის და თუ არ უყურებთ, ნუუყურებთ, იქნება ეს ვიდეოები YouTube-ზე, არ დაიკარგება მაინც და რა ვიცი, გავაწლები, აცლეულები და თუ YouTube და დედამიწა იარსებებს, ვიღაცა ნახავს თუ როგორი იყო, თქვათ, ლიუბეკი 2026 წელს. ძალიან სწრაფად იცვლება ქალაქები და დღეს ჩვენ დიდი ინტერესით უყურებთ ხოლმე ვიდეოებს, რომლებიც თუნდაც 30 წლის წინ არის გადაღებული და მით უმეტეს ახლა 50 და 60 წლის წინანდელ ვიდეოებს ხო საერთოდ. იგივე ჩვენ იმ ქალაქებისა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. რა თქმა უნდა, მე ვეცადე ამ რამდენიმე საათში, დღე მოკლეა მოგეხსენებათ, ყველაფერი ჩამეტია, გადამეღო ექსტერიერებიც და ინტერიერებიც და ესე შემთხვევით მოვხვდი, ისე რომ საერთოდ არ ვაპირებდი წმინდა ანას სახელობის მონასტრის მუზეუმში. აქ ვათვალიერებდი სხვადასხვა ექსპონატებს, საკმაოდ საინტერესოს და ჩემი ყურადღება მიიპყრო ძალიან უცნაურმა სპილენძის გრავიურამ. გრავიურაზე გამოსახულია 2-3 წლის სიმპათიური ბავშვი, მის უკან დგას ჩონჩხი, მას მარცხენა ხელი თითქოს ბავშვის მხარზე აქვს მოხვეული, ხოლო მარჯვენაში ფურცელი უკავია. თვითონ ბავშვს მარჯვენა ხელში საწერი კალამი აქვს, ფრთა უბრალოდ და მაყურებელს თითქოს შიგ თვალებში უყურებს. და არის ამ გრავიურაში რაღაცა, რამაც ძალიან კარგად შემაჩერა მასთან და ამ ბავშვის ისტორიის გაგება მომინდა, მით უმეტეს რომ მის ქვეშ, ამ გრავიურის ქვეშ არის ძალიან ცნობილი ჰამბურგელი კომპოზიტორის გეორგ ტელემანის ლექსი. გერმანულად ესე გამოიყურება ეს ლექსი, ხოლო თარგმანი არის ასეთი ბავშვი არავის უნახავს. შთამომავლობა ქებით მოგიხსენიებს, მაგრამ ცოტა თუ ირწმუნებს შენს სიბრძნეს, რომელსაც ჩვენც კი ვერ ჩავწვლით. ისინი, რომლებიც შენ გიცნობდით. ცოტა მოშორებით კიდევ ერთ გრავიურას მოუყარი თვალი, ასევე ბავშვის გამოსახულებით და აქაც კაბაში გამოწყობილი პატარა არის გიგანტურ არმილარულ სფეროზე ჩამოყრდნობილი, ეს არმილარული სფერო გახლავთ ძალიან რთული ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ასტრონომები ციური სხეულების მოძრაობას იგებენ და განსაზღვრავენ წინასწარ. მის გვერდით პიუპიტრია, რომელზეც წიგნები აწყვია და ასევე იატაკზე ზრდებს წიგნები.
და უკან კვლავ ის ავის მომასწავლებელი ჩონჩხი. გრავიურის ქვემოთ წერია: კრისტიან ჰენრიხ ჰაინეკენი დაიბადა ლიუბეკში 1721 წელს. ეს ის ბავშვია, როგორებიც 100 თაობაში ერთხელ იბადებიან, როცა ბუნება განსაკუთრებულ გონებას იჩენს. ორად დიდია ეს ნიჭი, რა ვრცელია მისი ცოდნა, როგორ ეჭიდება ათასობით სიტყვა მის გონებას, რა ძლიერია მისი მახსოვრობა. 3 წლის მოსწავლე მასწავლებელს ეჯიბრება და მის მყიფე სხეულში მუზა კიაფობს. ეჭვი გეპარება? კითხე თვითმხილველებს და ნახე ეს არაჩვეულებრივი ბავშვი, სანამ ამის საშუალება არსებობს. თითქოს ფარდა რაღაც ცოდნა გადაიწია ამ საიდუმლოსი, მაგრამ კიდევ უფრო დამაინტრიგა, ვინ არის ეს ბავშვი, რატომ უძღვნიან მას ასეთ აღმატებულ სიტყვებს და რატომ დევს მინით დაფარულ ხის ყუთში 1726 წელს გამოცემული საკმაოდ დიდი ზომის წიგნი, რომელშიც სათაურიც ასე ჟღერს: საოცარი მოგონებები ძალიან ჭკვიანი და კარგად აღზრდილი, მეცნიერი, ლიუბეკელი 4 წლის ბიჭის ცხოვრებასა, თავგადასავლებსა და იდუმალი სიკვდილის შესახებ, რომლის სახელია კრისტიან ჰენრიხ ჰაინეკენი. რა თქმა უნდა, ასეთ საქმეს მე ასე უყურადღებოდ არ დავტოვებდი და მეტი ინფორმაცია უნდა მომეგროვებინა მის შესახებ, მართლაც მოვაგროვე და ისტორია იმაზე უფრო საინტერესო, ტრაგიკული და იდუმალებით ახსავსე აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მე ახლა ციტატას მოვიყვან: მშობლები, რომლებიც საკუთარი შვილების ვუნდერკინდობაზე დაიწყებენ საუბარს, კედელთან უნდა მიაყენო და დახვრიტო. ხოლო ბავშვს უნდა ჩააგონო, რომ ის ესეთივე ჩვეულებრივია, როგორც მისი მეზობელი ჯონი, რომელიც ჯერ ვიოლინოზეც ვერ უკრავს და ვერც ჭადრაკს თამაშობს. და მეორე ციტატა: ვუნდერკინდი? ეს ხომ დაავადებაა, რომლითაც ადრეულ ასაკში ვეკვდებიან. პირველი გამოთქმა ეკუთვნის გენიალურ ამერიკელ მევიოლინეს რუჯერო რიჩის. მეორე კი უდიდეს მევიოლინეს, ასევე იაშა ჰეიფიც. ორივეს მშობლები ბავშვობიდანვე უმოწყალო ექსპლუატაციას უწევდნენ მათ ნიჭს და მათ ბავშვობა ფაქტიურად არ ქონიათ. ეს იყო გამუდმებული რეპეტიციები, გამუდმებული კონცერტები, აქეთ-იქეთ წაყვანა, წამოყვანა და ორივე ამ ოჯახის უფროსი წევრებისთვის ეს ბავშვები წარმოადგენდნენ სერიოზულ ფინანსური შემოსავლების წყაროს. მაგრამ საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იაშა ჰეიფიცმა თქვა, ეს ხომ ის დაავადება, რომელიც ადრევე კლავს ბავშვებსო, რუჯერო რიჩიმ 97 წელი იცოცხლა, ხოლო იაშა ჰეიფიცმა 89. როცა კიდევ ერთ მართლაც ვირტუოზ და გენიოს მევიოლინეს იეჰუდი მენუხინს ახსენებდნენ მის გენიალურ ბავშვობას, იგი ამბობდა, რომ მე ბავშვობა არ მქონია. ჩემი ბავშვობა იყო განუწყვეტელი რეპეტიციები. დესპოტი დედის კალთის ქვეშ და წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა ადამიანმა 18 წლის ასაკში პირველად შევძელი და გადავედი დამოუკიდებლად გადასასვლელზე. ეს ჩემთვის იმხელა შოკი იყო, რომ მე ერთი კვირით მძიმე ციებ-ცხელებით ჩავწექი ლოგინში. ნუ თუ ასეთი მძიმეა ვუნდერკინდების ბედი და რას ნიშნავს ზოგადად ვუნდერკინდი. სიტყვა ვუნდერკინდი ეკუთვნის ემანუელ კანტს და მან პირველად ეს სიტყვა გამოიყენა სწორედ კრისტიან ჰენრიხ ჰაინეკენის მიმართ. მასვე ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი: ვუნდერკინდის დროზე ადრე განვითარებადი ეფემერული ტვინი, როგორიც აქვთ ლიუბეკელ კრისტიან ჰაინეკენს ან ჰალელ ბარატიეს, ეს გახლავთ ბუნების კანონებიდან გადახვევა. ისინი მეცნიერთა კაბინეტების ექსპონატები არიან. მწარედ იწვნევენ ადამიანები, რომლებმაც ხელი შეუწყეს ან აიძულეს მოუმწიფებელი ტვინები დროზე ადრე განვითარებულიყვნენ. ეს არის კანტის სიტყვები, რომელიც მან, როგორც ხედავთ, ჩვენს ლიუბეკელ კრისტიანს მიუძღვნა. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ, რომ სამწუხაროდ კანტის ეს მოსაზრება ძალიან ბევრ შემთხვევაში მუშაობდა. მართალია დღემ მომატება დაიწყო, მაგრამ ნამდვილ გაზაფხულამდე ჯერ კიდევ ჭირვეული, თებერვალი და მარტი გვაქვს გასავლელი. საჩუქარი წელიწადის ნებისმიერ დროს სიამოვნებს ადამიანს. განსაკუთრებით ისეთი, რომელშიც მაქსიმალურად იქნება სამშობლოს მადლიანი მიწისა და მზის სურნელი. იმაზე, რომ ეს ადვილად მოახერხოთ, ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმა იზრუნეს.
მათ პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე ნაკრებების წარმოება წამოიწყეს, რომელშიც ერთმანეთის გვერდით კოხტად განლაგებულად კბილი ჩურჩხელა და ცხარე აჯიკა, მადის აღმძვრელი სვანური მარილი და ტკბილმჟავე ტყემალი, კავკასიონის ალპური ფერდობების ყვავილების თაფლი და რა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. დღეს უკვე შესაძლებელია ამ ნაკრების ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადაგზავნა. ტარიფებს ეკრანზეც ხედავთ და ვიდეოს აღწერაშიც იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ნაკრების შემადგენლობა მყიდველის სურვილის მიხედვით შესაძლოა შეიცვალოს. ხოლო თუ ამ პრომო-კოდს გამოიყენებთ, თქვენ როგორც ჩემი არხის მაყურებლები დღეიდან 7%-ის ნაცვლად 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. 20% სახუმარო არ გახლავთ, ეს ფასის მეხუთედია. თუ ნაკრებს ამ პრომო-კოდის მიხედვით შეიძენთ, ამით თქვენ ჩემს არხსაც დაეხმარებით. გადადით ბმულის მიხედვით, გაიგეთ პირობები, შეუკვეთეთ ახლავე და აჩუქეთ თქვენს ახლობლებს ტკბილი მოგონებების სურნელი. მაშასე დავიწყოთ. თავისუფალი და ჰანზეური ქალაქი ლუბეკი. გერმანიის მთავარი პორტი აღმოსავლეთის ზღვაზე, იგივე ბალტიკაზე, კარგად გამაგრებული წითელი ჰანზეური აგურის გოთიკის სტილში აშენებული ულამაზესი ეკლესიები, ასობით შპილის ასე ეძახიან ამ ქალაქს მქონე ქალაქი, რომელიც სხვათა შორის იმ დროისთვის სრულიად ინოვაციური კანალიზაციის და წყლის და გათბობის სისტემებით იყო აღჭურვილი, საუბარი არის მე-12 საუკუნეზე. და მდინარე ტრავე, რომლითაც იგი უკავშირდება აღმოსავლეთის ზღვას, ანუ ბალტიის ზღვას. რა არის ჰანზა? მე ამას ხშირად ვახსენებ ხოლმე, მაგალითად აი ჰამბურგის მთლიანი დასახელება გახლავთ თავისუფალი და ჰანზეური ქალაქი ჰამბურგი. ჰამბურგის მანქანის ნიშნების გამოცნობა ძალიან ადვილია, მათ წინ ანუ HH უწერიათ. რას ნიშნავს ჰანზა ჰამბურგ. ასევეა ჰანზა ბრემენი. ასევე არის ჰანზა ლუბეკი. და ჰანზა შტადე და კიდევ რამდენიმე ქალაქი გერმანიაში, რომლებიც ამაყობენ ამ ტიტულით. რას წარმოადგენს ჰანზა? მე ამის შესახებ აუცილებლად უნდა გიამბოთ, სანამ მთავარ თემაზე გადავალთ. რას წარმოადგენდა ჰანზა? ანუ ადრეული შუა საუკუნეების ევროპის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე წარმატებული პოლიტიკური და სავაჭრო ეკონომიკური კავშირი. ჰანზეური კავშირი, იგივე ჰანზა, მე-12 საუკუნის პირველ ნახევარში წარმოიქმნა და მე-17 საუკუნის შუამდე არსებობდა. სიტყვა ჰანზა გერმანულად ჯგუფს, გაერთიანებას ნიშნავს და მისი გაჩენა იმდროინდელ ჩრდილოეთ ევროპაში მიმდინარე სავაჭრო და პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა. ჰანზეური კავშირის დაარსების დროს გერმანია ეგრეთ წოდებული რომის წმინდა იმპერიის ნაწილია და მას წარმოშობით შვაბი იმპერატორი ფრიდრიხ ბარბაროსა მართავს. გერმანიაში ამ პერიოდში მოსახლეობის საშუალო ფენას ხელოსნები და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გარე ბაზრებზე გამტანი ვაჭრები წარმოადგენენ. სავაჭრო გზები მდინარეებზე და ზღვებზე გადის, მაგრამ ბალტიის ზღვა სავსეა მეკობრეებით და სავაჭრო გზები დაუცველია. აღმოსავლეთ ევროპაში მონღოლები ბატონობენ. არადა ქალაქები გადავსებულია წარმოებული პროდუქციით. იმპორტ-ექსპორტი კი პარალიზებულია. ასე დროს ყველაზე ოპტიმალური ქალაქების გაერთიანება და სავაჭრო გზების უშიშროების სტრატეგიის შემუშავებაა. ამიტომ 1157 წელს საპორტო ქალაქ ლუბეკში, რომელიც ბალტიის ზღვაზე ცენტრალურ სავაჭრო პორტს წარმოადგენს, სხვადასხვა გერმანული ქალაქებიდან ვაჭართა და ხელოსანთა გილდიების თავკაცები იკრიბებიან. ისინი ქმნიან საწყის დოკუმენტს, რომლის თანახმად საერთო ძალებით უნდა შეიქმნას მძლავრი ფლოტი, რომელსაც მეკობრეებისგან თავის დაცვის და საქონლის დიდი პარტიების გადაზიდვის საშუალება ექნება. დოკუმენტის პირობები მოკლე ხანში და გერმანული სიზუსტით სრულდება. პირველ ხანებში ჰანზაში ჯერ 70, მომდევნო წლებში კი 200-მდე დიდი ქალაქი და მათთან დაკავშირებული 2000-მდე დასახლებული პუნქტი ერთიანდება. 1226 წელს ლუბეკი იმპერატორის ბრძანებით პირველი თავისუფალი იმპერიული ქალაქის სტატუსს იღებს, რაც ათავისუფლებს მას ფეოდალების ზეგავლენისგან. ამასთანავე ლუბეკი თავისუფლდება ყველანაირი გადასახადისგან და ფაქტიურად თავისუფალი ეკონომიკური ზონა ხდება. ჰამბურგზე ეგრეთ წოდებული მარილის გზა გადის. მარილი აქ ლუნებურგის საბადოებიდან ხვდება. მარილი შუა საუკუნეებში სტრატეგიული ნედლეულია და თევზის და ხორცის დიდხანს შენახვა მის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ 1251 წელს ლუბეკი ჰამბურგთან დებს ჰანზეურ ხელშეკრულებას და ამის შემდეგ
ჰამბურგიც თავისუფალი ქალაქის სტატუსს იღებს. ლიბეკში იქმნება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჰანზეური კავშირი ოფიციალურად არსდება და მასში გარდა ათეულობით ჰანზეური ქალაქისა 4 გადასახადებისაგან თავისუფალი სავაჭრო პუნქტი, ეგრეთ წოდებული გერმანული ეზო ფუძნდება. ლონდონში, ბრიუგეში, ბერგენში და ნოვგოროდში. მარილი ნოვგოროდთან ვაჭრობისას მთავარი საბარტერო საქონელი ხდება. ნოვგოროდი იმ პერიოდში დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ერთეულს წარმოადგენს და ბალტიის ზღვიდან ურალის მთებამდეა გადაჭიმული. თუმცა როგორც თანამედროვე რუსეთი, მაშინაც იგი მხოლოდ ნედლეულის მიმწოდებელია. განსაკუთრებით ფასობს აქაური ბეწვეული, თაფლი და ფიჭა. თანდათან ჰანზა თავისუფალ ეკონომიკურ სივრცედ ყალიბდება. მას ვაჭართა და ხელოსანთა გილდიები მართავენ. კავშირში შემავალი ქალაქების დამოუკიდებლობას ხელს ისიც უწყობს, რომ გერმანიის იმპერატორები დაქსაქსულ ქვეყანას ბოლომდე ვერ აკონტროლებენ. ზოგჯერ კი კავშირის ვაჭრების მოვალეებიც კი ხდებიან. კავშირი მკაცრად აკონტროლებს შეკვეთილი ტვირთების თუ ცალკეული საგნების შემკვეთამდე დაუზიანებლად და დროულად მიტანას. პარალელურად მყარდება მონოპოლია. ჰანზეურ პორტებში მხოლოდ კავშირის გემებს შეუძლიათ შესვლა. ჰოლანდიელებს, ინგლისელებს და სკანდინავიელებს ბალტიის და ჩრდილოეთ ზღვაში ჰანზასთან შეთანხმების გარეშე შესვლა ეკრძალებათ. ჰანზა თანდათან ჩრდილოეთ ევროპის მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ ყალიბდება. ჰანზეური ქალაქები სწრაფად მდიდრდებიან. ჰანზას მონოპოლიის დასუსტების რამდენიმე მცდელობა კი წარუმატებლად მთავრდება. მაგალითად, 1280 წელს ნორვეგიის მეფე ერიკი რამდენიმე გერმანულ სავაჭრო ხომალდს ატყუებს. საპასუხოდ ჰანზა აგროვებს სამხედრო ფლოტს, თავს ესხმის ნორვეგიას და ანადგურებს მის სანაპირო ქალაქებს. ნორვეგიელების ზარალი იმდენად დიდია, რომ ერიკი სასწრაფოდ ხელს აწერს მშვიდობის პაქტს და იხდის უზარმაზარ კონტრიბუციას. 1361 წელს კი დანია რამდენიმე სავაჭრო გემს ძარცვავს. საპასუხოდ ჰანზა დანიას სავაჭრო ემბარგოს უწესებს. პარალელურად ქმნის დაქირავებულთა არმიას, სავაჭრო გემების ნაწილს სამხედრო გემებად გადააკეთებს და 2 დღეში აიღებს და გადაწვავს კოპენჰაგენს. ამის შემდეგ დიდი ხნით კრება კავშირის დასუსტების ხალისი. მიუხედავად იმისა, რომ ჰანზეურ კავშირს სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია არასდროს ჰქონია, ასეთი ერთიანი და მძლავრი გერმანული მიწები მე-19 საუკუნის ბოლომდე არ ყოფილან. მანამ სანამ ოტო ფონ ბისმარკმა და ვილჰელმ პირველმა გერმანიის ერთიანი სახელმწიფო არ ჩამოაყალიბეს. მაგრამ დგება მე-15 საუკუნე. შავი ჭირის ეპიდემია, მცირე გამყინვარების პერიოდი, ბალტიის ზღვაში ვიტალიერების, მეკობრეების საზმო ჩნდება. ამერიკის აღმოჩენა და ძირითადი სავაჭრო გზების ატლანტიკაში გადასვლაც მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს კავშირს. მე-14 საუკუნის მიწურულს სკანდინავიის ქვეყნები ერთიანდებიან და კალმარის მძლავრ უნიას ქმნიან. ცალკეული ჰანზეური ქალაქებიც საკმაოდ მყარად დადგნენ ფეხზე და ნელ-ნელა კავშირიდან გასვლა დაიწყეს. მე-16 საუკუნის დასაწყისისთვის კავშირის წევრებად მხოლოდ ლუბეკი, ჰამბურგი, როსტოკი, ბრემენი და რამდენიმე პატარა ქალაქი დარჩა. მე-17 საუკუნის დასაწყისისთვის კი ჰანზა საბოლოოდ უქმდება. 1721 წლის 6 თებერვალს ლუბეკის მთავარ ქუჩაზე, კიონიგშტრასე 12-ში, მხატვრების პაულ და კატარინა ელიზაბეთ ჰაინეკენების ოჯახში ბიჭი დაიბადა, რომელსაც კრისტიან ჰაინრიხი დაარქვეს. სახლი, სადაც პატარა ქრისტიანი გაჩნდა, გახლავთ ლუბეკში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახლი, რომელიც ასაკიც არის დაახლოებით 800 წელი და ეს ის სახლია, სადაც რომის წმინდა იმპერიის იმპერატორი კარლოს მეოთხე თავის მეუღლესთან ერთად სტუმრობდა. დღეს ამ სახლში მის პირველ სართულზე ასევე ძალიან ცნობილი აფთიაქების ქსელი ლოვენ აფთიაქი არის გახსნილი. პაული გახლდათ მხატვარი, მან გამოიგონა მინანქარზე ხატვის უნიკალური ტექნოლოგია და მასთან ძალიან ბევრი ევროპელი მხატვარი ჩადიოდა ამ ხელოვნების შესასწავლად. კატარინა მდიდარი მოქალაქეების შეკვეთით ხატავდა ნატიურმორტებს და პორტრეტებს, ასევე იგი იყო ალქიმიით დაინტერესებული და ასევე მან გახსნა თავიანთ ამ სახლის 3 სართული ეკუთვნოდათ მათ, პირველ სართულზე პირველი ყავახანა. ყავის სალონი უბრალოდ. ყავის სალონი, სადაც ქალაქის ელიტა იკრიბებოდა. ანუ ეს იყო საკმაოდ წარმატებული, ფინანსურად წელში გამართული, საკმაოდ დიდარი ოჯახი, რომელსაც
კავშირები ჰქონდა ლიუბეკის, ანუ ჰანზას დედოფალის ელიტასთან. პატარა კრისტიანს ყავდა 14 წლით უფროსი ძმა და 2 და, სხვადასხვა ძმამ კარლ ჰაინრიხ ფონ ჰაინეკენმა სამეცნიერო საქმიანობის გამო თავადის წოდება მიიღო და საქსონიის კურფიურსტის, ანუ მთავარმმართველის ფრიდრიხ ავგუსტ მეორის კარზე დრეზდენის სამხატვრო კოლექციის დირექტორად მუშაობდა, მან საკმაოდ კარგი კარიერა მოიწყო, ასევე სხვადასხვა დებმა, ხოლო პატარა კრისტიანი ნაბოლარა იყო და მას უკვე დედას რძე აღარ ჰქონდა და გამოსაკვებად ძიძა აუყვანეს, რომელსაც კრისტიანის ცხოვრებაში საკმაოდ წამყვანი როლი უკავია. ძიძას ჰქვია სახელად სოფი ჰოლდენბლატი. 10 თვის ასაკში გარშემო მყოფებმა შეამჩნიეს, რომ ჩვილი ყველაფრის სახელებს იმახსოვრებს და იმეორებს. მის ოთახში დგას ძალიან ლამაზი, აი შეხედეთ როგორი უცნაური და ლამაზი ღუმელია. ეს არის ჰამბურგული სტილის ღუმელი, ჰამბურგში მზადდებოდა ასეთი ღუმელები, რომელზეც კერამიკულ ფილებზე გამოსახული არის ბიბლიური სცენები. ძიძას ეკითხება რა არის ეს და მეორე დღეს ამ ყველაფერს იმეორებს, ზუსტად იმავე სიტყვებით, როგორც ძიძამ უთხრა. უკვე 11 თვისაა კრისტიანი, როდესაც თუ ეკითხებიან, მოდი აი მომიყევი ამ ფილაზე, რა არის გამოსახული და იგი ყვება მთლიან ბიბლიურ ისტორიას, მაგალითად, თქვათ მოსე როგორ წაიყვანა ებრაელები 40 წელი ატარა, თქვათ უდაბნოში, როგორ გაიხსნა მისი ზღვა, როგორ ანუ ყველაფერი ეს ზეპირად იცის ბავშვმა. პაული ხვდება, რომ ბავშვი მთლად ნორმაში ვერ არის, აი იმ ხრივ, რომ მისი ტვინი ზედმეტად განვითარებულია და მას დაუქირავებს მასწავლებელს. ნუ ეხლა შორს წასვლა არ ჭირდებათ, იმიტომ რომ მათთან მესამე სართულზე ცხოვრობს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მეცნიერი, კრისტიან ფონ შენაიხი, ასეთი გვარი აქვს მას და იგი წარმოადგენს მრავალმხრივ განათლებულ მეცნიერს. იგი ფილოლოგიაშიც კარგად ერკვევა, მათემატიკაშიც, ფიზიკაშიც, ასტრონომიაშიც იყო მაშინ ასეთი ზოგად განათლებული ადამიანების სიმრავლე სხვადასხვა, იმიტომ რომ ამხელა ინფორმაცია არ იყო და ის ინფორმაცია რაც მაშინ არსებობდა, ნუ ეტყობა ერთი ადამიანის თავში ეტეოდა. ეხლა მოდი და აბა სადე თქვენ თუ ძალიან გენიოსი არ ახართ, რამდენიმე დისციპლინაში, რამდენიმე მეცნიერებაში ერთნაირად მაგარი იყოთ. არ გამოგივათ, მაგას ჯობს ერთში იყოთ. და მასწავლებლის გაოცება საზღვარი არ აქვს, როდესაც მისი სეხნია, ორივე ჰაინრიხები არიან, მართალია კრისტიან ჰაინრიხია, მისი სეხნია ფაქტიურად ყველაფერს იწოვს, როგორც ღრუბელი იმას, რასაც მისი მასწავლებელი ეუბნება. 14 თვის ასაკში, ესე იგი წლისა და 2 თვის ასაკში მან იცის ზეპირად ძველი აღთქმის ყველა თავი. ასევე მას შეუძლია 80 რელიგიური ტექსტის და 200 ჰიმნის კლასიკურ გერმანულ ენაზე ციტირება. წლისა და 2 თვის ბავშვს. 2 წლის ასაკში იგი სწავლობს, უკვე უბრალოდ ზედმიწევნით კარგად იცის ფრანგული და ლათინური ენები. ამის პარალელურად იგი სწავლობს მსოფლიო ისტორიას და გეოგრაფიას და შეინახი ამაყად ამბობს, რომ კრისტიანმა ადამიანის ანატომია ძალიან ბევრ ექიმზე უკეთესად იცის და მას შეუძლია ნებისმიერი ორგანო გაჩვენოთ სად არის და ნებისმიერი ძვალის სახელი დაგისახელოთ. 2 წლის კრისტიანს ლიუბეკის მთავარ ეკლესიაში მარიენკირხეში ნათლავენ. ეს გახლავთ უნიკალური შენობა და აი ცოტა ხნით აქ შევჩერდეთ. მინდა მარიამის ეკლესია, მარიენკირხე, ლიუბეკის სიმბოლო და აგურის გოთიკის ნამდვილი საოცრება. ეს ეკლესია აშენდა 1250 წელს და რადგან აქ არ მოიპოვებოდა ქვა, ლიუბეკელებმა გამოსავალი იპოვეს და წითელი აგურით შექმნეს ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. ამ ეკლესიას აქვს მსოფლიოში ყველაზე მაღალი აგურის თაღი, 40 მეტრის სიმაღლე. ამ ეკლესიის დიზაინი გახდა ნიმუში ბალტიისპირეთის და ჩრდილოეთ გერმანიის კიდევ 70-ზე მეტი ეკლესიისთვის. აქ არ არის არანაირი არქიტექტურული ზედმეტობა, ძალიან მკაცრი ფუნქციონალია და მაინც როგორი ნატიფია იგი, როგორი ჰაეროვანია, თითქოს მიუხედავად თავისი სიმძიმისა. ასეთ პარადოქსული არქიტექტურაა.
მარიენ კირხეში ერთ-ერთი კედლის მთელ გაყოლებაზე ბერტ ნოტკეს 30 მეტრის სიგრძის ცნობილი ფრესკა სიკვდილის როკვაა გამოსახული. ფრესკა 1942 წელს განადგურდა დაბომბებისას, ამ დაბომბებისას ფაქტიურად მარიენ კირხე მთლიანად მიწასთან გასწორდა და უბრალოდ ეს რეპროდუქცია დღეს აქ გამოფენილი. ნათლობის დროს ბავშვმა ყურადღება მიაქცია ამ ფრესკას. ფრესკა 30 მეტრის სიგრძისაა და მასზე გამოსახული არის 24 წყვილი, რომელიც ცეკვავს ჩონჩხებთან, ანუ სიკვდილთან. აქ არის რომის პაპით იწყება და მთავრდება ჩვილი ბავშვით. შიში ზარსემდა ეს ფრესკა ზოგადად ადამიანებს, იმიტომ რომ მათ ახსენებდა, რომ რაც არ უნდა წარმატებული და აღმატებული იყო, მაინც შენი ბოლო აი ამ ჩონჩხთან ცეკვა და წინასწარმეტყველური იყო თითქოს ის ლექსი, რომელიც ყველაზე ბოლო მოცეკვავეს უწერია, რომელიც მოცეკვავი არ არის, იმიტომ რომ ბავშვია, რომელიც აკვანში წევს. და იქ წერია: "ო სიკვდილო, როგორ გავიგო? მე ხომ ჯერ სიარულიც არ შემიძლია, არა თუ ცეკვა." როგორც გითხარით, ამ ფრესკამ, რომელიც ყველა შიშიზარს სცემდა, პირიქით პატარა ქრისტიანზე იგი აღფრთოვანებაში მოვიდა და თითქმის ზეპირად ისწავლა ყველა ის გამონათქვამი, რომელიც თითოეული წყვილის ქვეშ იყო ლათინურად დაწერილი. ქრისტიანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. იგი ვერ ჭამს მყარ საკვებს. უბრალოდ ღეჭვა არ უნდა. როდესაც იგი ხედავს რაღაცა ისეთ საჭმელს, რომელსაც დაღეჭვა ჭირდება, ამბობს რომ არა, არ შემიძლია. მე ის მაშინებს. და ამიტომ მუდმივად არის ძიძის რძეზე. 2 წლის ასაკში ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის და მაშინ მას რაღაც თითო კოვზით მარცვლეულის ფაფას აძლევენ და ეწყება საშინელი დიარეა, ანუ კუჭის აშლა. და არა მხოლოდ პატარებში, არამედ დასრულ ადამიანებშიც, ესეთი განუწყვეტელი კი არა, 2-3 დღის დიარეაც კი იწვევს გაუწყლოებას ორგანიზმისა და ბავშვი არც წყალს სვამს და არც სხვა საკვებს იღებს. მხოლოდ და მხოლოდ წყალს სითხეს იღებს ძიძის რძისგან და საკვებ ნივთიერებებსაც. და ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ძალიან სუსტდება და ფაქტიურად ლოგინად არის იგი მუდმივად ჩავარდნილი. რადგან დაავადება ზედმიწევნით კარგად აქვს აღწერილი ფონ შეინახს, რომლის წიგნიც მე ნახეს სწორედ აი იმ ყუთში, იდო მეთქი რო გითხარით, წიგნი ეს ფონ შეინახის წიგნია, მან დაწერა 1726 წელს. ფონ შეინახს იმდენად კარგად აქვს თავის წიგნში აღწერილი პატარა ქრისტიანის დაავადების სიმპტომები, რომ თანამედროვე ექიმებმა ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ ეს გახლავთ ცელიაკია. ცელიაკია ანუ გლუტენის აუტანლობის მძიმე ფორმა, როდესაც ნაწლავი ვერ ითვისებს საკვებ ნივთიერებებს. ვერ ითვისებს, იმიტომ რომ ის გლუტენი, რომელიც შედის მარცვლეულში და პურპუნთუშეულში, აღიზიანებს ნაწლავებს და ისინი უკვე კარგავენ სხვა საჭირო ნივთიერებების შეწოვის ფუნქციას. ეს რა თქმა უნდა პატარას კი არა დიდის ორგანიზმს ანგრევს და ამიტომაც არის ძალიან ხშირად თქვენ ნახავთ რომ პურპუნთუშეულზე ან იმისეთ პროდუქციაზე, რომელიც თქვათ მარცვლეულისგან არის დამზადებული, აწერია ხოლმე რომ არ შეიცავს გლუტენს. ეს არის სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ცელიაკია სჭირთ. გერმანიაში ამ დროს უკვე ძალიან კარგად არის განვითარებული საგაზეთო საქმე და თელს გერმანიას და შემდეგ უკვე ევროპას მოედება ამბავი არაჩვეულებრივი ბიჭის შესახებ, რომელმაც ყველაფერი იცის ისტორიაში, გეოგრაფიაში, ლათინურში, ბიბლიაში, შეუძლია დისკუსიის გამართვა სხვადასხვა თემებზე, ასტრონომიულზე, რელიგიურზე და ასე შემდეგ და დანიის მეფემ, რომელიც მეზობელი არის ლიუბეკის, განაცხადა, რომ თუ ინებებთ და თუ გექნებათ სურვილი, მე დიდი სიამოვნებით მიიღებთ ჩემს სამეფოში, რომ გავიცნო ბავშვი გამოაგზავნა წერილი იქედან და ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მეფის მიპატიჟებაზე უარს არავინ იტყო და მით უმეტეს ქრისტიანის მშობლები, რომლებიც უკვე კომერციალიზაციისკენ მიყავთ ბავშვის ნიჭი და მოამზადებინებენ ქრისტიანს სპეციალურად დასვამენ, იგი შეისწავლის დანიის ისტორიას, მის რუკას, გენეალოგიას, მეფეებისას, ამას ყველაფერს გააფორმებს, ვითომ საკუთარი ხელით, ამაში სხვათა შორის ძალიან ბევრს ეჭვიეპარება და შენაიხის ხელს უფრო ხედავენ ვიდრე პატარა ქრისტიანის, იმიტომ რომ ქრისტიანი იმდენად
სუსტიც იყო და პრინციპში რაც არ უნდა კარგად განვითარებული ტვინი ქონოდა მისი ხელის კოორდინაცია იყო 3 წლის ბავშვის ვერაფრით ვერ მოახერხებდა იმას რომ აი ეს ულამაზესი და ურთულესი გოთური ასოებით დაეწერა საკმაოდ დიდი ფოლიანტები რომელშიც აღწერილი იყო როგორც გითხარით დანიის სამეფოს ისტორია და მისი მეფეების გენეალოგია მან თქვა ასე უწერია შენაიხს რომ მე მინდა მეფე ფრიდრიხ მეოთხეს ჩემს მიერ შექმნილი ფერადი რუკები ვაჩვენო და გავახარო ასევე მე მგონია რომ გემით მოგზაურობა გამომაკეთებს მე მიყვარს ზღვის ჰაერი იგი მამშვიდებს ასე ამბობდა კრისტიანია ხო მე დამავიწყდა მე თქვა რომ მან დანიის რუკებიც დახატა არ ვიცი გრენლანდია იყო არ იყო იმ დროს მართალი გითხრათ აღარ გადავიმოწმებია მე გადავამოწმოთ და დამიწერეთ იყო თუ არა მე-18 საუკუნის დასაწყისში გრენლანდია დანიის მეგონი არ იყო 1724 წლის 18 ივლისია დედა ძიძა და მასწავლებელი შენაიხი კოპენჰაგენისკენ გაეგზავრნენ ისინი ტრავემიუნდეში ლუბეკის პორტში ჩაწყდნენ აფროსან გემში და ბალტიის ზღვით წავიდნენ კოპენჰაგენისკენ საუბედუროდ როგორც ჩანს ამ ბავშვს არ ეწერა კარგი ბედი არასდროს და საუბედუროდ ძალიან მღელვარე გამოდგა აი ამ პერიოდში ზუსტად მათი მოგზაურობის პერიოდში ბალტიის ზღვა და იმის მაგივრად რომ 2 დღეში ჩასულიყვნენ 4 დღე მოუნდნენ კოპენჰაგენამდე ჩასვლას მოგეხსენებათ აფროსანი გემი მთლიანად დამოკიდებული არის ქარზე და რა თქმა უნდა დინებებზე და როდესაც ამ რყევებში ისედაც ბავშვს აი ეს პრობლემები აქვს კუჭნაწლავის და ნუ წარმოიდგენიათ ეხლა ჯანმრთელ ადამიანს რას უშვება ხოლმე გემი და რას უზამდა აი ამ პატარას და აბსოლუტურად ძალა გამოცლილი ჩადის კრისტიანი კოპენჰაგენში და დაახლოებით 1 კვირა ჭირდება რომ აზრზე მოვიდეს და უბრალოდ შეძლოს მისვლა და მისი ნიჭის გამოვლენა ფათაშორის ასევე შენაიხი წერს რომ ბავშვს ყელი გაუსვიდაო და ძალიან მაღალი სიცხეები ჰქონდაო და არ არის გამორიცხულიო თანამედროვე ექიმები ამბობენ რომ ეს გრიპი ყოფილიყო ну ასე თუ ისე 10 დღის თავზე ჩასვლიდან მეფე ფრიდრიხ მეოთხეს უკაცრავად კრისტიანი ხვდება სამეფო სამონადირეო სახლში სასახლეში რეზიდენციაში და აქ გარდა მეფისა არიან დანიის დიდგვაროვნებიც დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მათ აქვთ საუბარი გამოკითხვა ისინი სვამენ კითხვებს კრისტიანი პასუხობს შედის პოლემიკაში არის კამათი და მეფე ამბობს რომ მე მსგავსი არაფერი მინახია 3 წლის ბავშვი გვიზისო და შემდეგ ამბობდა და როგორც ზრდასრული ბრძენი მეცნიერი ისე გვეკამათება ისე გვისწორებს რაღაცებს და ნუ გაოცებულია სამეფო კარი გაოცებულია დანია მაგრამ ერთი მომენტია რომ ბავშვს ფეხზე დგომა უჭირს და მიუხედავად იმისა რომ პატარა კრისტიანს ძალიან ლამაზი ჩექმები შეუგერეს ძალიან ძვირფასი იგი ფეხზე ვერ დგას იგი ძალიან დასუსტებულია და პერიოდულად იგი ითხოვს მე მინდა ნუტრიქსი ლათინურად გახლავთ ძიძა ანუ ადამიანი რომელიც მას აჭმევს იმდენად ბევრ ენერგიას ხარჯავს რომ მუდმივად სჭირდება აი ეს უკვე მისთვის პრინციპში დაბალკალორიული და უკვე იმ საკვები ნივთიერებებით გაუჯერებელი საკვები ამიტომ ხშირად ითხოვს ხოლმე და ასევე თვითმხილველები წერენ რომ მიუხედავად ასეთი დიდი შთაბეჭდილებისა როგორც მან მოახდინა თავისი გონებით ასევე მან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა თავისი ფიზიკური მდგომარეობით ბავშვი იყო უაღრესად გამხდარი და უაღრესად ფერმრთალი მეფე და მისი თანხლები როგორც გითხარით უკვე აღთოვანებული არიან ბავშვით მაგრამ შეწუხებული მეფე გვერდზე გაიხმოს ფონ შენაიხს და სწორედ ამაზე ეკითხება რომ ეს გონებრივი ასეთი გადაძაბვა ხომ არ იწვევს მის ფიზიკურ განადგურებასო და შენაიხი დაარწმუნებს არა ეს უბრალოდ ესეთი ასაკი აქვს მას და ცოტა ხანში ყველაფერი კარგად იქნება და მეფე ამ წინადადებით ამთავრებს აუდიენციას Das Lübecker Kind ist ein Miraculum ეს ლუბეკელი ბავშვი მართლაც საოცრება კოპენჰაგენის გაზეთები ფართოდ აშუქებენ პატარა კრისტიანის ვიზიტს და იმ ამბავს რომ
იგი მეფეს შეხვდა და ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ქრისტიანის იმ სასტუმროსთან, სადაც ისინი ცხოვრობენ, იკრიბება უამრავი კოპენჰაგენელი, ითხოვენ ისინი, რომ გამოვიდეს მასთან და დაელაპარაკოს და ასეც ხდება. შემდეგ მას იწვევენ მერიაში, ხდება ის ადგილობრივ ვაჭრებს და ბანკირებს და როგორც ხვდებით, ოჯახი სახლში კარგა დიდი მოზრდილი ტომსიკებით, ოქროს და ვერცხლის მონეტებით სავსე ტომსიკებით ბრუნდება. დანიიდან ესე ტრიუმფალურად დაბრუნებული ქრისტიანის მიმართ ინტერესი გერმანიაში კიდევ უფრო გაღვივდება და ჰამბურგის უნივერსიტეტის რექტორი იოჰან ჰენრიხ ფონ ზეელენი ჩადის ლიუბეკში ბავშვის სანახავად. იგი რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვთან ერთად ცხოვრობს, აკვირდება მას და თავის შთაბეჭდილებებს ჰამბურგის ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალში გამოაქვეყნებს. იგი წერს, რომ კრისტიან ჰაინეკენი მართლაც ავლენს საოცარ ცოდნას სხვადასხვა დისციპლინებში, რომ მას აქვს ფენომენალური მახსოვრობა და რომ ზეელენს ზოგჯერ შიშიც კი ეპარებოდა, რომ ეს ყველაფერი ხომ არ მეჩვენებაო. იმდენად წარმოუდგენელი რამ იყო ასეთი პატარა ბავშვისგან მსგავსი მსჯელობა და საუბრები. ამავე დროს ზეელენი აღნიშნავს, რომ საუბრისას ქრისტიანი ძალიან სწრაფად იღლება და როგორც დანიის მეფესთან აუდიენციისას იგი ხშირად ესეთ საწყალობელი ხმით ითხოვს ნუტრიქსი მინდა, ნუტრიქსი ანუ ძიძა. რექტორი იხსენებს ასევე, რომ მან ხის ცხენი აჩუქა პატარა ბიჭს და ორი ადამიანი გახდა საჭირო, რომ იმდენად სუსტი იყო ისა და იმდენად რთულად შეეძლო ფიზიკური დატვირთვების გადატანა, რომ ორი ადამიანი დაჭირდა, რომ იგი ცხენზე დაესვათ, მაგრამ გადმოვარდა ამ ცხენიდან. და დაჯდა თუ არა ცხენის ქვეშ. მოთავსდა და მთელი ლექცია წამიკითხაო ზეელენი წერს ცხენების და ზოგადად ცოცხალი ორგანიზმების შესახებოდა. ნუ ცხენების ყველა ჯიში იცოდა თუ კი რამე არსებობსო, მათი ანატომია და როგორ უნდა მოუვარო და როგორ უნდა გამოიყენო ისინიო. განცვიფრებული იყო კაცი. ზეელენის მონათხრობმა ამჯერად დააინტერესა ძალიან ასევე ჰამბურგელი, ძალიან ცნობილი კომპოზიტორი თვითონ გეორგ ფილიპ ტელემანი. აი ეს ტელემანი, რომლის ეპიტაფიაც მე უკვე წაგიკითხეთ, რომელიც აი ამ გრავიურაზე არის ქვემოთ დაწერილი. 1725 წელს 23 იანვარს იგი ჩადის ლიუბეკში და ჰაინეკენებს რამდენიმე საათით სტუმრობს. და ამ დროის განმავლობაში მას პატარა უყვება იუსტინიანეს ინსტიტუტების და ლუდოვიკ მე-14-ის შესახებ. ანუ სრულიად სხვა თემაზე. და ასევე იმ ახალ აღმოჩენებზე, რომლებიც კეთდება ამერიკის კონტინენტზე. ისინი ერთად განიხილავენ შემდეგ ბიბლიას და მუსიკის თეორიას. ანუ სრულიად ერთმანეთისგან განსხვავებულ თემებს. ტელემანი აბსოლუტურად გაოგნებულია ბავშვით და იგი მომავალში მას რამდენიმე ლექს მიუძღვნის და ბოლო ლექსი ეპიტაფია არის. აი ასეთი ამ ცივი ქვის ქვეშ პატარა სხეული ძევს, რომელშიც ბრძენი იყო ჩასახლებული. ის სიკვდილში ცოცხალია და იგი ყველას ემახსოვრება. 1725 წლის 5 თებერვალს ქრისტიან ჰაინეკენს ბოლო მეოთხე დაბადების დღე გადაუხადეს. მიუხედავად წინააღმდეგობისა, იგი ჩამოაცილეს ძიძის ძუძუს და გადაიყვანეს ტკბილ ლუდში ჩამბალი პურით კვებაზე. ამან ისედაც სუსტი ორგანიზმი კიდევ უფრო გამოფიტა და 1725 წლის 27 ივნისს ქრისტიან ჰაინრიხ ჰაინეკენმა თავისი ბოლო სიტყვები წარმოთქვა. მაცხოვარო იესო, მიიღე ჩემი სული. პატარა გენიოსის სხეული წმინდა კატარინას ეკლესიაში დაასვენეს, ეს გახლავთ მეზღვაურების მფარველი წმინდანი სხვათა შორის. იგი დაფნის ფოთლებით და გვირგვინით მორთეს და 2 კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანი ემშვიდობებოდა მას. ქრისტიან ჰაინეკენის შესახებ ლიუბეკის კაფეში ყავის მისას ავიკითხე დაწვრილებით. ოფიციანტს ვკითხეს კატარინას ეკლესია ახლოს, აღმოჩნდა რომ მის პირდაპირ ვარ ზუსტად. გადავედი ეკლესიაში და დავიწყე ძებნა ქრისტიანის საფლავის ქვეის, იმიტომ რომ იქ არის დაკრძალული. ძალიან ბევრი ვიარე, მაგრამ სამწუხაროდ უამრავ საფლავებს შორის ვერ ვიპოვე ამ პატარა ბიჭის უკანასკნელი თავშესაფარი.
რომელსაც ბავშვობა არ დააცალეს და სამუზეუმო ექსპონატად აქციეს. მისთვის განკუთვნილი ეს 4 წელი, 4 თვე და 21 დღე იგი გარწმუნილი არსებასავით ატარეს აქეთ-იქეთ ადამიანების გასართობად და არა დაგიდევდნენ, რომ მის სხეულში ძალიან სუსტი ჯანმრთელობა იდო. არავინ იცის როგორ იქნებოდა ამ ბავშვის მომავალი, რომ არა ეს ბუნების კანონებიდან გადახვევა, როგორც მას ემანუელ კანტმა უწოდა. ქრისტიანს აღმოჩნდა, რომ საფლავი არ აქვს. იგი დასვენებული არის ამ ეკლესიაში, წმინდა კატარინას ეკლესიაში, მაგრამ რატომღაც მშობლებმა მის საფლავზე წარწერა არ გააკეთეს. აი ძალიან საინტერესოა, არ ვიცი, მე ვერსად მივაგენი თუ რა იყო ამის მიზეზი, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ აი აქ უამრავი საფლავის ქვებია, რომლებზეც წარწერები არის. ქრისტიანის გარდაცვალებიდან 1 წელიწადში მისმა მასწავლებელმა ჰენრიხ შემაიხმა დაწერა მის შესახებ წიგნი, რომლის ორიგინალური გამოცემაც წმინდა ანას მუზეუმში ინახება. წიგნში მოცემული არის არამხოლოდ ვუნდერკინდის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები, არამედ თვით ავტორის, ანუ შენაიხის საკუთარი თავის ქებაც, რომელიც წიგნში ამტკიცებს, რომ არა მისი სწავლების მეთოდი ჰაინეკენი ასეთ დიდ წარმატებას და აღიარებას ვერ მიაღწევდაო. 54 წლის შემდეგ გიოტინგენელმა პროფესორმა აუგუსტ ფონ შლოცერმა ახალი წიგნი გამოსცა, სადაც კრისტიან ჰაინეკენის შესახებ წერდა და იგი წინა სიტყვაობაში ამბობს, შენაიხმა იმდენად უაზრო და სულელური სტილით დაწერა თავისი წიგნი, რომ მისი თავიდან გადაწერის აუცილებლობა დადგაო. საქმე იმაშია, რომ ფონ შლოცერი თავად იყო ძალიან პრეტენზიული ადამიანი, მას ჰქონდა ამბიცია, რომ ვუნდერკინდების აღზრდა შეეძლო თავისი მოგონილი ახალი მეთოდით და ეს მან თავის ქალიშვილ დოროთეაზე გამოსცადა. დოროთეა ფონ შლოცერის მაგალითზე მან დაამტკიცა, რომ მართლაც შეუძლია საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწიოს თავისი მეთოდიკით. მაგალითად, ამ გოგონას აღზრდა მან დაიწყო 15 თვის ასაკიდან და 15 წლის ასაკში დოროთეამ უკვე იცოდა 11 ენა. მათ შორის იყო ისეთი ენები, როგორც არის ლათინური, არამეული და ძველბერძნული. უკვე 17 წლის ასაკში დოროთეამ დაიცვა დისერტაცია მინერალოგიაში. როგორც გითხარით, იმდროინდელი მეცნიერები ძალიან აქეთ-იქეთ იყვნენ მოდებულები და ფაქტიურად ყველაფრის შესახებ ჰქონდათ გარკვეული ცოდნა. ამას გიოთე, როგორც ძალიან ცნობილი ბუნებისმეტყველი და ზოგადად საოცრად გენიალური ადამიანი, აღტაცებით შეხვდა, თუმცა შილერმა დოროთეას გადოქტორებას უბადრუკი ფარსი უწოდა. აი ესეთი ორი საპირისპირო აზრი არსებობს დოროთეას. სხვაშორის დოროთეამ საკმაოდ სწრაფად მიატოვა მეცნიერება, გათხოვდა ძალიან წარმატებულად მდიდარ ვაჭარზე, რომელიც შემდეგ ლიუბეკის მერი გახდა. შვილები გააჩინა, ელიტარული სალონი გახსნა და ამიტომაც ეთყობა იცხოვრა ღრმად მოხუცებულობამდე და 92 წლის ასაკში ეს რეკორდი არის მე-18 საუკუნისთვის. ძილში გარდაიცვალა. ქრისტიანის ცხოვრებით თანამედროვე ნეირომეცნიერებიც დაინტერესდნენ და რადგან ბავშვს როგორც დაადგინეს ფოტოგრაფიული მეხსიერება ჰქონდა, ანუ იგი მომენტალურად და ზედმიწევნით ზუსტად იმახსოვრებდა ყველაფერს, რაც ნახა და რაც მოისმინა, მას დაუსვეს დიაგნოზი სავანტი. ფოტოშორის სავანტი გენიალურად განასახიერა დასტინ ჰოფმანმა ძალიან ცნობილ ფილმში, რომელიც ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, წვიმის კაცი. გახსოვთ თქვენ, რომ იგი ძალიან უცნაური ადამიანია, მაგრამ პარალელურად მას შეუძლია ურთულესი ამოცანების, მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. საიდან მოდის იგი, მემკვიდრულია, მისი აღზრდა შეიძლება, ალბათ აღზრდა არ შეიძლება, უბრალოდ გენიოსებად იბადებიან და შემდეგ ვუნდერკინდებად იზრდებიან. კანტმა თავის გამოთქმაში თუ გახსოვთ, კიდევ ერთი პატარა ბიჭი ახსენა, ეს გახლავთ ბარატიე. ჟან ფილიპ ბარატიე. 1721 წელს არის ჟან ფილიპიც დაბადებული, ისევე როგორც კრისტიანი, ნიურნბერგთან ახლოს პატარა ქალაქ შვაბახში. შვაბახი დღეს თვითონ ნიურნბერგის ერთ-ერთი გარეუბანია, უკვე ცალკე ქალაქად აღარ არსებობს და მამამისი იყო ჰუგენოტთა, ანუ ფრანგ პროტესტანტთა ეკლესიის მოძღვარი. ჟან ფილიპმა გამართული საუბარი დაიწყო გერმანულ და ფრანგულ ენებზე 1 წლის ასაკში. 7 წლის ასაკში იგი თავისუფლად ფლობდა ლათინურს, ივრითსა და ბერძნულს, მე წავიკითხავ რომ არ შემეშალოს,
8 წლის ასაკში მან ამ ენებს დაამატა ქალდეული, არამეული და რაბინების ივრიტი. 9 წლის ასაკში კი არაბული და ქვედა საქსონური გერმანული. მამამისი ამტკიცებდა, რომ ბიჭის აღზრდაში მან მის მიერ გამოგონილი, ისევე როგორც ქრისტიანის შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული ინდუქციური მეთოდი გამოიყენა. თუ რა შემდგომარეობს ეს ინდუქციური მეთოდი მე ვერ გეტყვით, მაგრამ ასე წერს იგი თავის მეგობრებს. ჟან-ბატისტმა 9 წლის ასაკში ნამდვილი ფურორი მოახდინა აღმოსავლეთ მცოდნეობაში, როდესაც მან დაწერა ბიბლიური მიწების ისტორია და თავისი კომენტარები, გენიალური კომენტარებიო ამბობენ დაურთო მათ. ასევე მან გაშიფრა ადრე საუკუნეების ტრაქტატები რაბინული ტექსტებით. ამავე ასაკში, ანუ 9-დან 10 წლამდე მან რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომიც გამოაქვეყნა, რომელმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა სამეცნიერო წრეებში. 11 წლის ასაკში იგი ხდება ნიურნბერგის უნივერსიტეტის სტუდენტი, ინტერესდება ასტრონომიით, ციური სხეულების მოძრაობის გამოთვლის რევოლუციური მეთოდებს იგონებს. 14 წლის ასაკში მას გერმანიის მიწების ყველაზე პრესტიჟული ბერლინის უნივერსიტეტში ჩარიცხავენ. პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ პირველის თხოვნით იგი იწყებს სამეცნიერო სტატიების წერას ზოგად სამეცნიერო თემებზე. ჟან-ფილიპი არის ათეულობით აკადემიური სტატიის ავტორი, თანამშრომლობს გერმანულენოვან სამეცნიერო ჟურნალებთან, თარგმნის ივრიტიდან, ლათინურიდან, ძველბერძნულიდან, არამეულიდან და განსაკუთრებული როლი მან ითამაშაო შუქის გარდატეხვის თეორიის შექმნაში, ეკლიპტიკის დახრილობის გარკვევაში და ასევე ასტრონომიული ტაბულების შექმნაში. მისი ნაშრომი რომაელი ეპისკოპოსების ცხოვრების ქრონოლოგიური შესწავლა ინდექს ლიბრორუმ პროჰიბიტორუმში შევიდა, ანუ ეს გახლავთ კათოლიკური ეკლესიის მიერ შედგენილი ნაშრომების სია, რომლის წაკითხვაც უმძიმეს ცოდვად ითვლება. მოგესალმებათ, ეს ახალგაზრდა იყო ჰუგენოტი, ანუ ფრანგი პროტესტანტების ოჯახში გაზრდილი ადამიანი და პროტესტანტების და კათოლიკების დამოკიდებულება მოგეხსენებათ. 18 წლის ასაკში ბარაწიეს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება, მას უთქვა უჭირს, იგი ახველებს სისხლით და ადგენენ, რომ მას აქვს ფილტვის სიმსივნე. 19 წლის ასაკში ჟან-ფილიპ ბარაწიე ახალგაზრდა, რომელსაც ჯერ კიდევ წინ ჰქონდა ძალიან გრძელი და მეცნიერული აღმოჩენებით სავსე ცხოვრება, დედმამის სახლში ბრუნდება და იქ კვდება. ბარაწიეს ცხოვრების აღწერას და მის ესოდენ განვითარებული გონების შესწავლას რამდენიმე ავტორი შეეცადა და საბოლოოდ ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს ახალგაზრდა იყო გენიალური, როგორც მე ვთქვი, გენიალურად და გენიოსად დაიბადა, ხოლო მამამისის აღზრდის მეთოდებმა იგი ვუნდერკინდად ჩამოაყალიბეს. ჩემი შვილი უდიდესი სასწაულია, რომლითაც ევროპამ და ცივილიზაციამ შეიძლება დაიგვეხნოს. ეს სიტყვები ეკუთვნის ლეოპოლდ მოცარტს, ვისი მამა თქვენ უკვე ხვდებით. თვითონ მოცარტი, ვოლფგანგ ამადეუსი 1756 წელს დაიბადა, მან ადრეულ ასაკშივე გამოავლინა მართლაც გენიალური თვისებები, საკომპოზიტორო, ძალიან წარმატებული კომპოზიტორი გახდა. მოგეხსენებათ, იგი საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა 35 წლის ასაკში. მოცარტის წარმატება მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ესეთი ბავშვების შექმნის ჭყალებში, რა თქმა უნდა, ბუმი გამოიწვია და ამას ძალიან ბევრი საღად მოაზროვნე ადამიანი ეწინააღმდეგებოდა. ასეთებს შორის იყო მაგალითად იოჰან პიტერ ფრანკი და ის აფრთხილებდა მშობლებს შეინარჩუნეთ ამ ბავშვების ფიზიკური ძალა. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ მათი გონებრივი შესაძლებლობები. ნუ დახარჯავთ მომავალი ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას. ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდებათ მათ. ძალიან ბევრი ვუნდერკინდი არის ცნობილი. მაგალითად ასეთია 2007 წელს დაბადებული ავსტრალიელი მხატვარი აელიტა ანდრე. უკვე 3-4 წლის ასაკში მის მიერ დახატული ნახატები, შექმნილი ნახატები ამერიკის უცნობილეს საგამოფენო დარბაზებში მინიმუმ 200,000 ევროთ იყიდება. ერთი საკამათო ვუნდერკინდის შესახებ უნდა გიამბობთ, ეს გახლავთ მინუდრუე, რომელმაც თითქოს 12 წლის ასაკში დაწერა ძალიან საინტერესო რომანი
მაგრამ ეს ყველაფერი ცხარე დებატების საგანი გახდა საფრანგეთში, ნაწილი ამბობდა რომ ბავშვი გენიოსია, მეორე ნაწილი ამბობდა მაგალითად ჟან კოქტო, რომ ყველა ბავშვი გენიოსია, მინე დროეს გარდა, რომ ეს რომანი მისი დაწერილი კი არა, მისი მშობლების დაწერილია. 8 წლის ბრიტანელი გოგონა ალმა დოიჩერი, აი ფოტოზე ხედავთ თქვენ მას, ასრულებს საკუთარ ერთ-ერთ კომპოზიციას. გოგონამ ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა 2 წლის ასაკში, 6 წლის ასაკში შექმნა ფორტეპიანოს სონატა, ხოლო 7 წლის ასაკში პირველი ოპერა. მან 2018 წელს გაზეთ დაზს განუცხადა, რომ ვიცი რომ ხალხი კეთილი განზრახვებით მიყურებს, მაგრამ არ მინდა მოცარტს დავემსგავსო, მინდა ალმა ვიყო და ჩემი ნაწარმოებები ვწერო. ყველასთვის უსაყვარლესი სტივი ვანდერი. ვანდერ ანუ ვუნდერ, ანუ ვუნდერკინდი. მისი ნამდვილი სახელი მოგეხსენებათ არის სტივლენდ ჰარდევეი ჯატკინს მორისი. იგი 1950 წელს არის დაბადებული და მისი პირველი ძალიან წარმატებული ალბომი გამოვიდა, როდესაც იგი იყო 12 წლის. გავიხსენოთ მაიკ ჯექსონი, რომელიც მე თუ მკითხავთ მისი ჯექსონს 5-ში მოღვაწეობის დროს უფრო კარგი ტიპი იყო, ვიდრე როდესაც სოლო გამოსვლები დაიწყო. დავბრუნდეთ კიდევ უკან 1623 წელი. ამ წელს დაიბადა მართლაც გენიალური ბლეზ პასკალი. პასკალი გახლდათ მოგეცენებათ როგორც გენიალური ფიზიკოსი, ასევე იყო გენიალური ფილოსოფოსი. და ეს ყველაფერი მან 4-5 წლის ასაკიდან დაიწყო. 6 წლის ასაკში მან პირველად მოახერხა და გამოვიდა აკადემიური წრეების წინაშე მოხსენებით მყარი სხეულების ფიზიკის შესახებ. საოცრებაა. ძვირფასო იეჰუდი დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცე, რომ ზეცაში ღმერთი არსებობს. აღნიშნა ალბერტ აინშტაინმა, როდესაც მან 12 წლის იეჰუდი მენუხინს მოусმინა. მის ამ ადამიანის ბედი ძალიან საინტერესო იყო. იგი წამოვიდა, მისი ოჯახი წამოსული არის რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი მიყრუებული სოფლიდან, როდესაც მათ პოგრომი მოუწყვეს, ეგრეთ წოდებული პოგრომი მოგეხსენებათ, ხდებოდა ხოლმე ძალიან ხშირად, როდესაც თავს დაესხმებოდნენ ებრაულ სოფლებს და ფაქტიურად გენოციდს უწყობდნენ ამ ხალხს. და ამ დროს არის გამოქცეული ოჯახი, ჩამოსული არის ამერიკაში და იეჰუდი დედას ყავს აი გამობმული კალთაზე, რასაც ქვია, 24 საათის განმავლობაში ამეცადინებს ვიოლინოს დაკვრაზე და იეჰუდი აღწევს წარმატებას, მაგრამ როგორც სულ თავში გითხარით, რის საფასურად აი ეს არის მთავარი და როგორც თვითონ ამბობდა, მე 18 წლის ასაკში გადავედი პირველად დამოუკიდებლად გადასასვლელზე და ამის შემდეგ ციებ-ცხელებით ვიწექი ერთი კვირის განმავლობაში. და სულ ახალი ამბავი უნდა გითხრათ, ეს მართლაც საოცრებაა. ეს გახლავთ ლორენტ სიმონსი, ბელგიელი ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც უკვე გაიარა ერთ-ერთი ყველაზე რთული აკადემიური გზა. 2025 წლის 17 ნოემბერს სულ რაღაც 15 წლის ასაკში მან დაიცვა დისერტაცია თემაზე ბოზეს პოლარონები ზემდენად და ზემყარ სხეულებში და მიიღო დოქტორის ხარისხი კვანტურ ფიზიკაში. ანუ მიაღწია იმ ეტაპს 15 წლის ასაკში, რომელსაც ძალიან ბევრი ფიზიკოსი 40 და 50 და 60 წლის ასაკში ვერ აღწევს. ის დაწყებით სკოლაში შევიდა 4 წლის ასაკში და დაამთავრა სკოლა მთლიანად 8 წლის ასაკში, 9 წლისამ ჩააბარა ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში, 11 წლის ასაკში წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში. ხოლო 12 წლის ასაკში კვანტურ ფიზიკაში მიიღო მაგისტრის ხარისხი. მისი IQ არის დაახლოებით 145 და ამ მხრივ იგი მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა. 11 წლის ასაკში მას გარდაეცვალა ბებია და ბაბუა, რომლებთანაც ის იზრდებოდა და მაშინ გადაწყვიტა, რომ სიცოცხლის გახანგრძლივებაზე უნდა ემუშავა და ძალიან ბევრი რამ გააკეთა მაქს პლანკის ინსტიტუტში. ამ მხრივ მან გამოიკვლია და ახლა იკვლევს ძალიან წარმატებულად სისხლის ანალიზის მიხედვით, როგორ უნდა დადგინდეს ადრეულ პერიოდში სიმსივნური უჯრედების არსებობა ადამიანის ორგანიზმში. მიუხედავად იმისა, რომ მან მიიპყრო ძალიან დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ყურადღება და ყველა ეჩალიჩება, რომ თავისთან წაიყვანოს, მშობლები როგორც ნამდვილი
ევროპელები, მამა ბელგიელია, დედა ჰოლანდიელია, არ გამოეკიდნენ კომერციალიზაციას მისი ნიჭისას და თქვეს რომ არა ის განვითარდება ისე, როგორც თვითონ გადაწყვეტს. იგი უკვე საკმაოდ დიდია, მას გონება აქვს და არ გვჭირდება ჩვენ არანაირი ზედმეტი ფული. ბავშვი არის სრულიად თვითკმარი და თვითონ მიაღწევს ყველაფერს, როცა გადაწყვეტს და ჩათვლის საჭიროდ თვითონ მოვა თქვენთან, ან არ მოვა. ამიტომ იმედია რომ ესეთი ნორმალური მშობლების ხელში პატარა გენიოსის ბედი საიმედოდ არის დაცული. დღეს სულ ეს იყო. იმედია დაგაინტერესათ ვიდეომ და ბოლომდე უყურეთ და ბოლომდე უყურეთ. მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რადგან სწორედ ვიდეოს ბოლომდე ყურება აძლევს ხოლმე მას შემდეგში რეკომენდაციებს YouTube-ი რომ სხვებსაც აჩვენოს. ამიტომ თუ არ უყურებთ, უსმინეთ მაინც ასეთ ვიდეოებს, ეს არხს ძალიან ადგება. მე კი მშვიდ და გენიალურ თუ არა განათლებულ ადამიანებთან გატარებულ კარგ დღეებს გისურვებთ. ჩვენ კი ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს ძალიან საინტერესო თემებით და ინტერვიუებით. ამიტომ არ გადართოთ, დარჩით არხზე. ახვამდის.